მე მინდა უბრალოდ ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ყველა ადამიანს ხელისუფლების სამსახურში დღემდე ამ წუთამდე მყოფ ყველა ადამიანს, რამდენადაც ვიცი იქ ყოფი ღირსეული ადამიანების განწყობა, იპოვონ საკუთარ თავში ძალა, გამბედაობა მოიკრიფონ და გადადგან ის ნაბიჯი, რაც აუცილებელია დღეს საქართველოსათვის და რაც აუცილებელია დღეს ღირსებისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის. Ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და გამოქვეყნებულმა კადრებმა არ დამიტოვა არანაირი ადამიანური რესურსი. მაგ დიდი პროტესტის ნიშანი და უნდა დავტოვო თანამდებობა ჩემი ამ მე მუშაობ ბუნებრივი რესურსების სააგენტოში სამეგრელო მოსვანეთის სამმართველოში. ის გამბედავი ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლების წევრები დგამენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავანახოთ, რომ არ შეიძლება ვინმე წარმოიდგინოს, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო სტრუქტურები არის ვიღაცის ნების, მხოლოდ ვიღაც ერთი ადამიანის ნების გამოხატველი. მაგრამ ყველას მინდა მოუწოდო, შემდეგი 10 დღის განმავლობაში ჩვენ შვიდად უნდა მივიტანოთ ეს პროცესები არჩევნებამდე და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი. არჩევანი ღირსებასა და უღირსობას შორის. ვინაიდან ის, რასაც ჩვენ ხედავთ დღეს ჩვენს ქვეყანაში, არაფერია სხვა, გარდა იმისა, თუ არა პატივისაყრა ჩვენს საზოგადოებაზე და ჩვენს ღირსებაზე. მეგობრებო, მოგიწოდებთ ყველას გააკეთოთ ღირსეული არჩევანი და საკუთარი არჩევანით ხელი არ შეუწყოთ ამ ვაკხანალიის გაგრძელებას. იმიტომ რომ სხვა სიტყვები ძალიან ძნელია მოუძებნო იმის აღწერას, თუ რას ხდება დღეს ქვეყანაში.